მოქალაქეებს ხშირად გვავიწყდება, რომ ფასი მხოლოდ თაროზე დაწერილი ციფრი არ არის. ეს არის მთელი ჯაჭვი, რომელიც იწყება ბაზრის სტრუქტურით, კონკურენციით, მიწოდების პირობებით და სრულდება მომხმარებლამდე მისული პროდუქტით. ეს ჯაჭვი რიგ სექტორებში რამოდენიმე მსხვილ მოთამაშეს მოიცავს და ოპერირება შესაძლოა გავლენას ახდენდეს ფასებზე, მომსახურების სტანდარტებსა და თამაშის წესებზე. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების შემცირების შესაძლებლობას და მთლიანობაში ბაზარზე არსებულ რეალობას. Grand Thornton საქართველოს მმართველ პარტნიორთან პაატა შურღაიასთან ერთად მოგესალმებით ბატონო პაატა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის გიორგი. ბატონო პაატა, როგორც შესავალში ვახსენე და დღევანდელი გადაცემა ფაქტობრივად ფასებს დაეთმო დიდწილად, აქტიურად მიმდინარეობს სამთავრობო კომისიის მუშაობა კერძო სექტორთან, რათა სურსათზე, ნავთობპროდუქტებზე და ფარმაციის მიმართულებით ფასები შემცირდეს. ჩვენ გარკვეული განცხადებებიც მოვისმინეთ, როგორც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, რომ ამის შესაძლებლობა რეალურად არსებობს. თქვენ როგორ შეაფასებდით მიმდინარე პროცესს, რამდენად დროული და საჭიროა ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს? და შემდგომ უკვე დეტალებზე ვისაუბროთ და შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს ამ კუთხით. მადლობა გიორგი კიდევ ერთხელ. მე შევეცდები ასე ვთქვათ ბალანსის, ეგრეთ წოდებული ბალანსის ფუნქცია შევასრულო, იმიტომ რომ თუ ზოგადად იმ რიტორიკას შევხედავთ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ბოლო პერიოდში, ან ყველაფერი ცუდი არის, ნებისმიერი მოქმედება, ან ბაზარს არ სჭირდება რეგულირება და ყველაფერი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული თავისუფალი ღია ბაზრის პრინციპით უნდა მოხდეს. ესე არ არის ნამდვილად არც ეს შემთხვევაში, არც პირველში და არც მეორეში. თემა არის ძალიან აქტუალური და თვითონ სტეიკჰოლდერებიც რო ვთქვათ, ვინც მონაწილეობს ამ ყველაფერში, მოსახლეობიდან დაწყებული, მთავრობით გაგრძელებული და ვინც ამ ასე ვთქვათ ჯაჭვს ამ ბიზნესის ქმნის, ეს იქნება მწარმოებელი, ეს იქნება იმპორტიორი, ანუ დისტრიბუტორი, შემდგომ ეს იქნება ეგრეთ წოდებული ეს მაღაზიათა ქსელი, ანუ რიტეილერები, თუ საბოლოო მომხმარებელი, რაზეც უკვე ვახსენე და ვთქვი, ყველა არის დაინტერესებული. აქედან გამომდინარე კითხვა, რომ არის თუ არა ეს თემა აქტუალური, მე მგონი უნდა დაუსვათ წერტილი და ვთქვათ, რომ არის ნამდვილად აქტუალური. თქვენ გქონდათ ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოქვეყნებული ფასებთან დაკავშირებით, სადაც საუბრობდით, რომ ბაზარზე დღეს გვაქვს საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია. ბაზრის მაღალი კონცენტრაციას აქვს ადგილი. რასთან გვაქვს საქმე, რა გამოწვევები არსებობს და ასევე ეს ყველაფერი როგორ აისახება მომხმარებელზე? მარტივი ეკონომიკური თეორია არის, თუ ჩვენ შევხედავთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ მიმართულებით, ანუ ამ შემთხვევაში მე გულისხმობდი, ვისაც საბოლოო მომხმარებელთან ზოგადად პროდუქტი მიაქვს, ანუ ეგრეთ წოდებული მაღაზიათა ქსელი, ანუ რიტეილერები, თუ შევაფასებთ, მარტივად მივხვდებით, რომ დაყოფილი არის რაღაც მოხმარების კლასების მიხედვით. პირობითად, რომ დავყოთ ან ესე რომ შევაფასოთ, არის რაღაც დაბალი ხარისხის მაღაზიათა ქსელები, საშუალო ხარისხის მაღაზიათა ქსელები, არის მათ შორის პრემიუმი ხარისხის მაღაზიათა ქსელები და მათი მოქმედება ხშირ შემთხვევაში შეიძლება ესე იყოს შეფასებული, რომ ემთხვევა თქვათ იგივე აქციათა მიმართულებით, ან კონკურენციის მიმართულებით და ასე შემდგომ. შესაბამისად, კონკურენციაში უკვე როდესაც მოდის ისეთი ეკონომიკური ტერმინი, როგორიც არის შეთანხმება, ძალას კარგავს კონკურენცია და შესაბამისად, ეგრეთ წოდებული ეკონომიკურად რო ვიხმარო ტერმინი, ანუ ბაზარი ისე არის გაჯერებული, რომ შესაბამისად ეს ძალის ნაწილი მთლიანად იკარგება, რაც შეიძლება იყოს, რომ კონკურენციის პირობებში მომხმარებელს შეიძლება შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქტი და უფრო დაბალი ფასით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს აქტუალური თემა, რომელიც ვახსენე, ეხლა არ დაწყებულა, მანამდეც იყო აქტუალური და ობიექტურობა მოითხოვს, რომ ახსნა, რომ პირობითად დისტრიბუტორთა ასოციაციასთან, მანამდე ხელმძღვანელთან, ბატონ ივასთან ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები, რომ აი ეს მთელი ჯაჭვი, ეს კომპონენტი, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიის დონეზე, იმ საჭიროებების დონეზე აგვეხსნა და სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან ეს მიგვეტანა. დაახლოებით ჩვენ 3 თვის მანძილზეც და რამდენიმე 2-3 წლის წინ მოხდა ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, ვიმუშავეთ აქტიურად იმ ჭრილში, რომ დაგვენახებინა საზოგადოებისთვის, ну ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა დონორი, ეს იქნებოდა სხვადასხვა სამინისტრო თუ ასე შემდგომ, რომ ამ თემას ჭირდება რაღაცა კუთხით რეგულირება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ შეიძლება სადღაც იყოს ოლიგოპოლია, შეიძლება სადღაც იყოს მონოპოლია, თუმცა ჩვენ თუ გვინდა რომ ბაზარი გავხსნათ, ამისთვის არ არის საჭირო მხოლოდ და მხოლოდ საკმარისი არ არის, რომ რეგულირება მოვახდინოთ მონოპოლიების და ოლიგოპოლიების, არამედ ახალი მოთამაშეებიც უნდა შევუშვათ. შესაბამისად, როგორც თავიდან ვახსენე, რომ ბალანსის პოვნა ნიშნავს იმაში, რომ რეგულირებაც უნდა მოხდეს გარკვეულწილად, ანუ შეთანხმება უნდა მოხდეს რაღაცა ტიპის პირობების, რომელიც ახლა ღია ბაზრის პრინციპით თვითონ
საკმაოდ რეგულირებადი არის, ანუ მოთამაშეებმა იმ ძალით და იმ გავლენით, რომელიც მათ აქვთ, მოახდინეს ესეთი, ასე ვთქვათ, შეთანხმების და გავლენის მოპოვება და მეორე მხრივ ბაზარზე უნდა გაჩნდეს ახალი მოთამაშეები, რომლებიც შევლენ კონკურენციაში. კი ბატონო, ერთი შეხედვით თუ შევხედავთ ბაზარს, თქვენც ახსენეთ, კონკურენტული გარემოა, მაგრამ როგორც თქვენი საუბრიდანაც მივხვდი და ამაზეც ხშირად ჟღერდება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა განცხადებები, რომ ერთი შეხედვით კონკურენტულ გარემოში შესაძლოა და სავარაუდოდ არის თამაშის წესები ისეთი, რომელიც ამ კონკურენციას კი არ ქმნის, არამედ გარკვეულ შეთანხმებამდე მივდივართ. როგორ აზარალებს ეს მომხმარებელს, რამდენად აზარალებს, როგორ შეიძლება აი ამ, ასე ვთქვათ, შეთანხმების თუ გარიგების თუ იმ თამაშის მოდავარქვა, თამაშის წესების დარღვევა, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს, რათა რეალური კონკურენცია გაჩნდეს და ასევე ბაზარზე გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები. რა აფერხებს ასევე ახალი მოთამაშეების გამოჩენას, ესეც საინტერესოა ბაზარზე. ერთი კუთხით, აი ბოლოდან რო დავიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ ბაზრის შესვლასთან დაკავშირებით, ანუ მოთხოვნები რეგულირების კუთხით იყოს მარტივი. რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს ჰქონდეს შეაძლებლობა არა მხოლოდ ფინანსური ნაწილის, არამედ ზოგადად სხვა პირობების, სხვა ელემენტები იმისათვის, რომ ბაზარზე დაიწყონ თამაში, მარტივი გახდეს, ანუ წახალისებული იყოს. ამასაც ჭირდება გარკვეულწილად, ანუ რეგულაციის შემსუბუქება ამ ჭრილში. ხოლო მეორე ნაწილში, სადაც უკვე ჩამოყალიბებული არის თამაშის წესები, ფორმალურად შეიძლება ეს არ არის რეგულირებული, ანუ გულისხმობ იმას, რომ და ამაზე მიდის მსჯელობა და ყველა აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ რაღაცა ტიპის ზღურული ოდენობა შეიძლება იყოს დაწესებული კონკრეტულ საქონელთან მიმართებაში, პროდუქტთან მიმართებაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საქონელი თავისი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებელთან ძალიან დიდ ჯაჭვს განიცდის. შესაბამისად, ჩვენი მიზანი და ამ მსჯელობის მიზანი მე წარმომიდგენია, დასასრული უნდა იყოს, რომ გარკვეულ ელემენტებში, ანუ ამ ჯაჭვში, სადღაც რეგულაცია უნდა გაჩნდეს, რომ დაარეგულიროს, რომ საბოლოო მომხმარებელი არ დაიჩაგროს და რაღაც ნაწილში პირიქით რეგულაციის შემსუბუქება უნდა მოხდეს. თვითონაც ეს პროცესი მე როგორც ვახსენე, ძალიან ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულებით და შემდგომ თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ევროკავშირთან გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ზუსტად ამ ინტერესებით არის შექმნილი, ანუ მათ სხვა ინტერესები არ აქვს. შესაბამისად, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ყველა ჩართულობას ეხა რომელიც ხორციელდება, ჩვენ რომ დობის ფაქტორი მქონდეს მაღალი, აუცილებლად სხვადასხვა გადაწყვეტილებები უნდა მოხდეს. შესაბამისად, ცალსახად ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს ქმედება, ეს იქნება მთავრობის თუ სხვა ბიზნესების კუთხით და ქმედებაში იყოს დაშვებული შეცდომა, ვიდრე არ იყოს ქმედება და ამ ქმედებებს ყოველთვის ნეგატიური შეფასება აქვს. აი საინტერესოა თქვენი პოზიცია, რადგან გარკვეული შეხება გქონდათ ამ საკითხთან. რომელი რეგულაციის გამკაცრება იქნებოდა ეფექტის მომტანი, ან რომელი რეგულაციის შერბლება, ანუ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენი გადმოსახედიდან, თუნდაც რა ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებლამდე პროდუქტი უფრო დაბალი ფასით მივიდეს. ანუ სად გვაქვს ეს გამოწვევა, სად გვაქვს გარკვეული შეთანხმება, სად გვაქვს კონკურენციის დარღვევა და სად შეიძლება ამ ყველაფრის აღმოჩნდა? ამ კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად მოიცავს იმას, რომ ეს ანალიზი, ასე ვთქვათ, მიგნება უკვე გაკეთებულია, შესაბამისად არ მინდა ამ როლში გამოვჩნდე, რომ მე რაღაცა უკვე, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი შეფასებები, კონკრეტული ამ ჯაჭვის კუთხით, ეს იქნება რიტეილი თუ დისტრიბუტორი თუ ასე შემდეგ. უბრალოდ მე ინტერესიდან გამომდინარე, ანუ ვაღიარებ იმას, რომ დისტრიბუტორთა ასოციაცია ყოველთვის იყო დაინტერესება, რომ შესაბამისად მომხმარებელზე მისულიყო პროდუქტი ხარისხიანი და დაბალი ფასით. აქედან გამომდინარე, ანუ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს საქმე, რომელიც არის დაწყებული, სათანადოდ მივიდეს ბოლომდე. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად ფასის წარმოქმნას, ანუ ფასის ჩამოყალიბებას რა ქმნის? აქ არის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ხშირად გაჩნდა იმასთან დაკავშირებით კითხვა, რომ აი, მაგალითად, რატო არ არის ეროვნული ბანკი ჩართული ამ პროცესში? და ეროვნული ბანკი ამ პროცესში არ უნდა იყოს ჩართული, გამომდინარე იქიდან, რომ ფულად საკრედიტო პოლიტიკა, ანუ ეგრეთ წოდებული მონეტარული პოლიტიკა ამ ჭრილში ჩვენ ამ ყველაფერს არ უყურებთ. გამომდინარე იქიდან, რომ 2005 წლის მონაცემებით ინფლაცია მეტნაკლებად მიზნობრივ მაჩვენებელთან იყო, დაახლოებით 3.9 პუნქტით იყო, მიმდინარე წელს დაეგმილი არის, რომ 3.5% იყოს, ანუ ჩვენ არ გვაქვს კლასიკურად ინფლაციის, რასაც ეკონომიკა ითვალისწინებს, ინფლაციის მოლოდინებთან კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ სასუცად პროდუქტებზე შეიძლება ინფლაციის ნაწილი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მთლიანი სტატისტიკური ინფლაცია. მეორე ნაწილი, ანუ მონეტარული პოლიტიკა გამოვრიცხეთ, ანუ აქ ეროვნული ბანკის აქტუალურობა არ არის საჭირო. მეორე ნაწილი არის უკვე საფინანსო საკრედიტო მიმართულება, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ეგრეთ წოდებული ფისკალური პოლიტიკით ატარებს. აქაც არ გვაქვს ისეთი ელემენტები, ანუ ისეთ გამონაკლისები, როგორიც არის დეფიციტი ან პროფიციტი ან ასე შემდგომ ხარჯვის ნაწილი. შესაბამისად, გურჩება ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. და ეკონომიკური პოლიტიკა სულადაც ჩვენი
მიმდინარე კანონმდებლობით უნდა აკეთებდეს კონკურენციის სააგენტო, იმიტომ რომ კონკურენციის ახლა ამ თემასთან კავშირი, თუმცა იმიტომ რომ მეტნაკლებად არის სუსი ჩართული, შესაბამისად ამას შეიძლება იწვევდეს აი ეს კითხვის ნიშნები, მაგრამ ამასაცაა გარკვეულწილად ახსნა, მე არ მინდა თქვა ვინმეს პირიქით დამბალების ან მცველის როლში გამოვიდე, მაგრამ როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრთან ყველაზე დიდი აპარატი, რომელსაც თქვა ნდობით ინსტიტუტი ყოველს ვისაც დიდი მაღალი ნდობა გააჩნია, ეს არის სუსი და შესაბამისად ამას სუსი უკვე პროცესს ხელმძღვანელობს. სხვა ნაწილში შეუძლებელი არის რომ ანალიზის გარეშე, კვლევის გარეშე პროცესი ახლა რომელსაც ჩვენ უყურებთ ეს არის ინტერვიუები. ინტერვიუები არის დიდი ელემენტის მხოლოდ რაღაცა 5%. ამ ინტერვიუებში ძირითადად ჩანს რომ როგორც კერძო სექტორის განსაკუთრებით კერძო სექტორის მხრიდან რომ მათ მიმართ ზეწოლას, ბრალდებას და ასე შემდეგ ადგილი არ აქვს და ისინი ხშირად მზაობას აცხადებენ რომ პროცესში ჩაერთონ. მოდით მე მინდა გითხოთ იმ საკითხებზე რაც გაჟღერდა, ანუ იმ პრობლემატურ საკითხებზე რაც გაჟღერდა ამ კომისიის ფარგლებში, ამ კომისიამდე პრემიერმა გააჟღერა. ეს იყო ერთ-ერთი ქეშბექის საკითხი, როდესაც საუბარია ქეშბექებზე, საუბარია დახელზე განთავსების თანხებზე, რასაც ხშირად ითხოვენ ესა თუ ის სუპერმარკეტების ქსელები. რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის გაუქმება შესაძლებელი არის თუ არა და მოგცემს თუ არა შესაძლებლობას რომ ფასი რეალურად შემცირდეს და აქვე დავამატებ დიდი რაოდენობით სუპერმარკეტები. აი ამ პრობლემის ეს რამდენად არის პრობლემა დღეს ქართულ ბაზარზე. თვითონ ამ შეკითხვასაც ეკონომიკურად უნდა გავცეთ პასუხი, როგორც აღნიშნე, ფასის გადახედვა რომ მოხდეს, ან შესაძლებელი არის, ან სადაო არ არის. უბრალოდ საკითხი არის, რომ ეს რამდენად მდგრადად იქნება, ანუ ამას არ უნდა გქონდეს ასე ვთქვათ მომენტალური ეფექტი, არ უნდა შემცირდეს ფასები ერთი თვე ან ორი თვე. ანუ შესაბამისად სისტემური გადაწყვეტილება უნდა იყოს, სისტემური შეთანხმება უნდა მოხდეს. ნახეთ გიორგი, თქვენ როგორც ამბობთ, რომ სხვადასხვა ელემენტისგან შედგება აი ფასწარმოქმნის თემა, რომელიც კონკრეტულად მაღაზიათა ქსელს ეხება. არა მხოლოდ ქეშბექი, ანუ ქეშბექი გახდა ცნობილი იმით, რომ ხშირად სხვადასხვა რესპონდენტებმა, ანუ სტეიკჰოლდერებმა ხშირად გამოთქვეს ეს ტერმინი. უამრავი ტიპის თქვენ უბრალოდ ხელშეკრულება რო ნახოთ დისტრიბუტორსა და რიტეილერს შორის, მაღაზიათა შორის გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ იმდენი ელემენტი, ანუ ფასწარმოქმნა იმდენ რაღაცას მოიცავს. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული საქონლის რეგისტრაციიდან დაწყებული, საქონლის კონკრეტულ დახლთან განთავსების კუთხით, ქეშბექის კუთხით, თანხის ამოღების კუთხით, მათ შორის საქონლის უკან დაბრუნების კუთხით, ანუ ისეთი მომენტებიც არის, რომ საქონელი ისე გვიან ბრუნდება, რომ ფაქტობრივად დისტრიბუტორმა არის შესაძლებლობა ეს ყველაფერი შემცირდეს ან გაუქმდეს, რაც ჩემი კიდევ ერთხელ ამბობ, ამ პროცესის იმ კუთხით, რომ კონდეს ეფექტი, რომ საბოლოოდ მომხმარებელი იყოს მოგებული, ამ შემთხვევაში მე და თქვენ, რომ უფრო მეტი ხარისხი მივიღოთ, უფრო დაბალი ფასი მივიღოთ და ბაზარი გაიხსნას ისე, რომ კონკურენცია, რასაც ეკონომიკური თეორია ითვალისწინებს, რომ ისეთი გარემო იყოს, რომ მართლაც აი ეს როგორც ვთქვი, ჩვენ ოლიგოპოლიები თუ მონოპოლიები თუ ვინც არიან მოთამაშეები, ისე არ შეთანხმდნენ, რომ ამასე საქონელზე კონდეს ასახვა. ამიტომ მე მჯერა, რომ ეს პროცესი, ამ პროცესმა უნდა მიიღოს დადებითი შედეგი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო პაატა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელი შევახსენე, პაატა შურღაია, გრან თორნტონ საქართველოს მართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი.